საშა, ძალიან მინდა ბაკურიანში წასვლა და წამომყევი რა მარტო ხო არ წავა. ცი როგორ მომენატრა თოვლით, ხილამურები, ბურანები. გახსოვს მაშინ რა კარგი დრო ატარე ადრე რომ ვიყავი წასული. ტახტი, ბუხართან კოტრიალი, ჩაი. კი, მახსოვს ელენე, მაგრამ რა ვიცი, 1000 საქმე მაქვს ელენე, საწამოვიდე ახლა მითხარი, ა? რა საქმე გაქვს? რა საქმე და აი რა? აი კარებს ვაღებ ხოლმე. ელენე, ეს კარები ზღია რო დავტოვოთ არა? დილამშვიდობის. დილამშვიდობის. ეს რა არის, მაწონი? მაწონი. ხოჭა, პატასთან მიდიხარ? არა, პატასთან მოვედი. ყველას მაწონი მოაქვს და სამი ცალი მაინც მომაშორეო და წამოდი. და თვითონ როგორ არის? კარგად მოგიკითხათ, რა შვებიანო, როგორ არიანო, სახში რა ხდება, რატი როგორ არისო? ვაიმე, ესე იგი, რაც პატას ეს ამბავი დაემართა, რატი ისე გამიცის, რომ სახლიდან საერთოდ აღარ გამოდის. აბა, რატიც ძალიან განიცის და ის გოგოც რატისთან ერთად რომ ცხოვრობს ახლა იმაში რა ქვია, პატას სახლში. ის ძალიან, კი. თეკვანიეთი, გეხვეწები, ანტონიოს ამბავი მომიყევი. მე ელენე, კარგად არის ანტონიო, ძალიან გუში მამაც ჩემი არ იყო სახლში და მთელი ღამე ველაპარაკე. მე ელენე, იცი შეიძლება იტალიაში წავიდე დამპატიჟა. ვაიმე, რა მაგარია იტალია, რომი, ფლორენცია. ხო, ელენე და ანტონიოსაც თავის მეგობრები ესე ეტყვიან. რა მაგარია საქართველო, კასპი, სამტრედია. გინაცვალე. აი ასე იყო ჩემო პაატა. 578-ში გარდაიცვალა საწყალი. აი რას მოვაყოლე ეს ამბავი? გიშინია, კარგად გახდებიო. კარგად გახდები. მე და ემზარი ვაპირებთ 2-3 თვეში გავაკეთოთ რემონტი და შენი იმედი გვაქვს, ხო იცი? ვაიმე, რამხელა мотиваცია, გამოსაჯამთელებლად მომყადეი და მადლობა, ხო? ემზარი გოცხათვით, ემზარი გაღმერი. აი ასე გინაცვალე. ჩემ ემზარს უნდა დამოსვლა და შენი ნახვა, მაგრამ სავატყოფოში სიაგოს ვერ იტანს, ხო იცი? ვიცი, როგორ არის? აი ტოტალიზატორში რო გადავწევი, მე იქ მოვიდეს. აღარ მინდა დავნაყრდი, მართლა დავნაყრდი. აღარ მინდა დავნაყრდი. კარგი, ისეთი შეგეჭამა, ბარემ დამთავრდებოდა. ამ ხوار შევ დაგიტოვოთ. მე თქვენ დაკარგათ აქ რომ დავტოვო. თან არის ხო გემრიელი იყო, ხომ მოგეწონა? კი, ძალიან გემრიელი. თქვენ გააკეთეთ, ხო? აბა, ხო, წელს. გამოვიფიქრე ციპაატა. ლიფტის და რაღაცების ფულს აღარ გადაგახდევინე. ვაიმე, მართლა დიდი მადლობა ქალბატონო ნუნუკა. არა უშავს რომ გამოხვალ, მე ერთად გიანგარშა და ყველაფერს ერთდროულად გადაიხდი. რამხელა შეღავათია, რამხელა. როგორ ზმუნავ ჩემს და დიდი მადლობა ქალბატონო ნუნუკა, როგორ ზმუნავ. შენ გაიგო ეს ამბავი? არა, ჯერ არ გიყო. ხო, აბა რა ინერვიულებს კაცი. ხო, არა, ხო, მაგრამ ფლატ მაგაზინს არ არის. ეს დღეები ტელეფონი არ იჭერს და ვერ დაუკავშირდით მაგისი, ხო? მე შენ რა გითხარი, დაგეჯერებინა ბაბუა შენისთვის მოგეყვანა ვინმე კარგი გოგო, აბა ეხლა. ქალბატონო, შენ ისე ვაგზავნები? არა, მივიდი ეხლა ზუსტად. იცი რა ბიჭებო, ამ ხილს ჩავიტან რა ქვია, ჩემი მული დედამთილი წეს. იმან გაუმწარა სიცოცხლე ჩემოს, მენაცვალე ესე მიყვარს ეგ ქალი, არა ჩვეულებრივი ქალია და ხული გარემდა. ამ ბანანსაც წავღებ ჩემენ ვერს უყვარს ძალიან. კარგი, აბა წავედი. კარგად იყავი. ყველაფერი კარგად იქნება. ვაი შესაძლოა.
ლაშა შენ ასეთი უაზრო ხუმრობებით. თეკლა ბაკურიანში მინდა ძალიან წასვლა და მარტო ხო არ გამიშვებ. მე მეკითხები? წადი ელენე გიშვებ, დიდი გოგო ხარ უკვე. ნახე ახლა ესეც. წამომყევი რა 2-3 დღე. აი არა ელენე, იმდენი საქმე მაქვს. სამსახურში ეს ახალი ბრენდები შემოდის ჩვენთან, ეს ახალი მაღაზიები იხსნება, სულ მოლაპარაკებები. არა და რა კარგი იქნებოდა ბაკურიანში. თოვლი, ბურანები, გუნდაობა, თხილამურები. თოვლი. როდის მივიდივარ ელენე? ყვირაში თეკალი. გამოხედი უკვე. ხო, ვიფიქრე, გავკვეთილებს გათავიმეორებთ ხო? ჯერ ხელებს ავიბან და ზესტავე. ნიკა, რა დააშავე? არაფერი ისეთი. ვურც დავარტყი, მაგრამ ხელებს დავიბან და ზესტავე. ნიკა, რა დააშავე? ვურც დავარტყი და ონკანს მოხდა. მე ზესტავლე. ნიკა, იტყვი ბოლოს რა მოხდა? რადა სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდით მე, სტურუალევანი, ესა, ისა. ხო და ბურთს დავარტყი და ნუნუმრომ ონკანი გააკეთებინა იმას მოხდა და გაფუჭდა. ხალი აღარ მოდის. კარგი ნიკა, გაფუჭდა და გაფუჭდეს, გამისკდა გული. ეგ არა უშავს, ლაშავიძია მოგეხმარება და გაგაკეთებინებს. ნუ მეხმარები? გამაგიჟებ რა, გამაგიჟებ ნიკა რა, სადის ონკანი და სადის სტადიონი რა. რა თაობა მოდის? ამ კეცბაიასაც რის იმედი უნდა კონდეს ადის. კარგი და ლაშავიძია, ნუ მაცინებ, ცოტა შეძებინდა რომ კარგი მიდი ხო, აიღე ეს ბრტყელტუჯა ჩადი ეზოში და ჩამოვალ მეც. კარგი რა ლაშავიძია რა. ონკანი დროზე გავაკეთოთ და სანამ გავაკეთებთ, ემზარის და კაცებს უყიდე ლიმონათი, რომ არახს დააყოლონ, თორე გაიგებენ. ონკანი რო გაფუჭდა და ნუნუს ეტყვია. როგორ ხარატი? კარგად, ბატა, შე როგორ ახარ? რა ვიცი, რატი სანამ ეს მოვიდო და სტაბილურად და ეხლა მე მგონი რეანიმაციაში მომიწევს გადაყვანა, რა ვიცი. კარგი, დაივიწყე ნუნუ რა. შენი ირინა ექტანი როგორ გეკურკურება დააკვირდი? კარგი, რატი, რას მეკურკურება? ვიღაც მოვეწონე, მე მგონი დავკოჭებდი და ეგ არის. კარგი ბატა რა დაკოჭებდი ვერ გავიგე. აი ისიც კოჭლი იყო. თემურლენგი, ხო? ხო, მაგრამ ქალები გიждდებოდნენ. ეგ ისტორიულად არის ეგრე? არა მარტო ისტორიულად. რატი, თან რა ვიცი, აბა ვინ შემოდის, ყველა მარცხენა პროფილით ხედავს, აბა რა იქით უნდა დავწროლიყავი, რა აზრი აქვს ახლა, აბა მარჯვენა პროფილს ვერ ხედავს. ბატა, სარკერო აი კედელზე მივამაგროთ. რატი ნერვისმიშლით? შენ ხუმრობ და აქედა რო გავალ ვერც კალათბურთს ვითამაშებ, ვერც ფეხბურთს ვითამაშებ, ვერც ბილიარდს ვერ ვითამაშებ. და ბილიარდს რატო ვერ ითამაშე? არ ვიცი მაგის თამაში და იმიტომ. კარგი რა, ნუ წუწუნებ რა. გეუნები გოგოს მოწონხარ მეთქი და შენც ახლა გაინძერი რა. არა, ახლა ისე ნუ გაინძრევი მთლად, მაგრამ არა. საიდან მოიტანე ერთი რომ მოწონვარ მითხარი? აი საიდან მოიტანე? რას ქვია საიდან მოვიტანე ბატა? შემხვდა დერეფანში და ესე მითხრა რა კარგი ანალიზები აქვს ბატასო. გაიგე და გოგოსო ბიჭის ანალიზები მოეწონება. ხა წარმოიდგინე მარჯვენა პროფილზე რა დაემართება. კარგი. ესე იგი საერთოდ აღარაფერია და კარგად არის ბატონო. კი, მთავარია ტატო რომ ფეხი არ დაკარგა. ფეხი როგორ უნდა დაიკარგა თეკო, სინდისი ხო არ არის? რა სინდისი? აი არ გაგიგია სინდისი სულ დაკარგაო. გამიგია. ვისავ ტატო, შენი ჯექი ჩემს კომპიუტერთან? არა. აბა შენი Facebook-ი როა ჩართული? არა ჯექი, ვიდექი. აი ტატო, 3 დღით მინდა წავიდე ბაკურიანში და არ ვიცი რა მოვიფიქრო 3 დღით რო გამათავისუფლო სამსახურიდან. და რო უთხრობ დაბადების დღე გაქვს და ვერ ახერხებ მოსვლას. დაბადების დღე მქონდა უკვე. ხო, 8 მარტიც მქონდა ხო უკვე. და რო უთხრობ შენი ვინმე ახლობელი გარდაიცვალა და აუცილებლად უნდა წახვიდე. თუ ვინა ჩემზე უთხარ, მე არ მეწყინებ. კარგი ტატო, კარგი იყოს არ მინდა მოვიფიქრებ, რომ შენ გადი და ნიას უთხარი ყავა გამიკეთე დიდ ჭიქაში. კარგი, ის მოტეხი ყურიანი ჭიქა გეჩევნია თუ ის ჩვეულებრივი?
გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონო რუსუდან. აი თქვენი ახალი კონტრაქტი, აი ეს არის დიახ, აი ნახე. ქალბატონო რუსუდან, თეკლას რატო არ უოცავთ? და რა უნდა მივუოცო? გათხოვდა. ой, მართლა თეკლა გიოცა. გუთი და როგორ? და გადაწყვეტილებით მიღება? არა, 2 წუთში გადავწყვიტე. ისე არ ბოლო დროს გეტყობოდა თეკლა შეყვარებული რომ იყავი კი? ისე გაფანტული დადიოდი და ისე სისულელეებს აკეთებდი. რა ქვიათ მეუღლეს? რა ქვია და ჩემი სიცოცხლე და ჩემი ყველანი. ბედნიერები გამყოფ. მთელი ცხოვრება თუ ერთ 3 დღე მაინც. რაცაცაცილო ბიჭი ხარ თატო. ჩვენს არ იტყვის ხოლმე. ნიშნობა გქონდათ? დიახ. სად დამოვიდოდი? არა უშავს ქალბატონო რუსუდან თეკლა მითხრა დღეს აპირებს თქვენ დაბატიჟებას. მაშინ ბობა და საჩუქარსაც მოგიტან. მაგრამ არა ქალბატონო რუსუდან არ არის საჭირო არ შეწუხდეთ. კარგი. საერთოდ გარეშე მოვალ. შეგვიძლია რა საკეთებ? ვარ დავისვენ. ეხლა ჩამოხვიდე უკვე როგორ დაიღალე? ხო, ახლა ჩამოვედი. არის რამ ხელა კიბეებიან, ჰა? კი, ძალიან დიდი კიბეებია. და ლიფტით არ ჩამოხვედი? მუშაობ და ხელს მიშლი ვერ ხედავ? იქით ჩვენი უბნეი ოთები სვამდნენ და იმას დამაბადეს შენთან. იქნებ ისე გააკეთოს ონკანი რომ არაყი მოდიოდესო. თან გვითავდება უკვე და იქნებ მოგვისტროსო. არაყი არა თქო, უთხარი ეს უფრო ვისკის ონკანია თქო რა. არა, შეგაკეთე მაგასაც დამივი. ისე როგორ ყველა უსაქმური ზის ეზოში და არ ახსოვს, გაგიჟდები რა. ყველა არსობს. ერთი ონკანს აკეთებს. იმიტომ რომ ამ უსაქმურის დიშვილმა გააფუჭა ეს ონკანი და თუ ჩვენად არ იქნება, საერთოდ არ მოკიდებს ხელს და არაფერს არ გააკეთებს ეს უსაქმური და უფრო უსაქმური გახდება. კარგი, ლაშებძე, აღარ გიწყი უსაქმურს. ლაშებძე, ეს რა არის? კანჩი. და ის მეორე? ეგეც კანჩი ოღონდ პატარა. და ის? ეგეც კანჩი, აი ეს არის ბურთი და ითამაშა. ეზოში არავინ არა და ვის ეთამაშა? ვის ეთამაშა და აი ხეს ეთამაში, მიდი. მიდი გაიქეცი, მიდი. ნუ ეგრე, კაი ბიჭი. ოხ ნიკა ეხა მანდარ მომიყვანო იცოდე. მე არ ვიყავი, ხე იყო. რა ვქნა ეხლა ამას უნდა 14-იანი კიდე სახში დამჭა უნდა ავიდე ჩამოვიდარო. რა საკეთებ ბაში? გამარჯობა. ონკას ვაკეთებ. შაგრინოი ვარიანტია რა? არა, უფრო სანტექნიკური ვარიანტია რა. სანტექნიკოსობა დაიწყე? ეგრე გამოდის. მომისმინე, ელიავაზე მყავს მაგარი ნაცნობი. თუ გინდა კარგად გილს გიშოვნი, ვახუშტის ხითალა. მეულუდა, მაგარი ბიჭია. ჩემი დუბლიორი იყო სპექტაკლში ხეობის პრინცი. 1992 წელს მე და მეულუდი ამ იყოს ბატონო ფრიდონ არ არის ახლა საჭირო. მე ამ სატექნიკოსობას სერიოზულად არ ვუყურებ. უფრო ესა ჰობია რა. ჰობი თუ არის ხო? უი რაღაც თქვენ დახმარება დამჭირდება. კი ბატონო, კი დაგეხმარები. თხოვე რაც გინდა. მე მეხერხება ეს ხელგარჯილობა მეხერხება. ხო, ხელმარჯვება. კარგია, ძალიან კარგი. ოღონდ ეგრე არ შეგაწუხებთ ბატონო ფრიდონ. იცით რა არის, ზევით სახლში დამრჩა რაღაც. ხო და იმის ჩამოსატანად უნდა ავიდე. ხო და თქვენ ამ ხელსაწყოებს რო უყარაულოთ რო არავინ არ დაწესოს. ხო, კარგი. ხო, იმიტომ რომ ამ 14-იანი უნდა ამას და 14-იანი კრანჩი დამრჩა ზემოთ და 14-იანია ეს.
ხო 14-იანი არის და მაგიტო ავალ და ჩამოვიტანი 14-იანს თქო მეთქვილეს მართლა ბატონო თვითონ თუ ვინიცობა და ნუნუ გამოჩნდა ნუნუ ხო არ უთხრათ რომ ნიკამ გააფუჭა ეს ონკანი ნიკამ გააფუჭა ხო და ძალიან ნერვიულობს ბავშვი განიცდის ამ ხო ნახევ საწყალი ბავშვი ხეს ეთამაშებოდა ბურს კი ხო მაშინ ავალ და მალე ჩამოვალ ხო მალე ჩამოვდი მალე 14-იანია ეს 14-იანი უნდა ამას 14-იანი ბატა ამოგიტანე რაც თხოვე რაც დამატა აუ ჯიგარი ხარ ეხლა რას ვიზა ვიცი რას და ამას საბრის ქვეშ დავდებ და დაველოდები შესაბამის მომენტს რომ ვაჩუქო გაიგე ხედავ რა რომანტიული და გენიალური გეგმა რა სიტყვის ძალიან და მეტი რომანტიულობისთვის ორიენტებული სანთელი შამპანიუსაც ამოვიტან ორ ჭიქას და ყველაფერი საბრის ქვეშ დამალება და რეებს ლაპარაკო ისე რატი რას ვიფიქრებდი თუ მოვეწონებოდი რა კარგი გოგოა იცი დღეს იყო შემოსული მომგიყვე ახლა ხო შემოვიდა მოტეხილობა გასინჯა უყურა მერე მიყურა და მომწონსო თქვა გაიგე მერე გავიდა დახალ დაუძახა ხო და მაინც გოგოა ქალური მომენტია რა სხვისი აზრით საინტერესებს ხო რატომაც არ მოეწონებოდი პატარ შვენიერი ბიჭი ხარ არაფერი არ გაკლია ერთი პატარა ძვალი მოდი სხვა არაფერი კარგი გითხრა რეებს უკეთებ რომ შემოდის აბა ხო შემოვა და მე კიდე თვალებს ვიჟუნებ ხოლმე გაიგე იბნევა ერთი რა საყვარელია იბნევა ხო რა ხარ პატა შენ ვიცი არ გიცნობს პატა გამარჯობა აბა პატა როგორ გიცნობს კარგად უკეთრა იცით ყოველთვის როცა შემოდივარ თვალებს უცნაურად ახმხამებს და ადრე სხვა შეგიმჩნევია პატა ხო ხო არა ხო არა ვაიმე გამხდა პატა მეთქიდა შეგიძლიათ ამისწეროთ როგორ ტკივილ გრძნობ კი აი როგორც ისიც აი წარმოიდგინეთ რომ საბნის ქვეშ გაქვს რა ქვია ეკლიანი ვარდები და ფეხში რომ გერიწომა ეგეთი ხო პატა ეგეთი ტკივილი არ აქვს აი პატა დაწნადი ეგეთი ტკივილი არ არსებობს არა ბიჭო დაწნადი შენ რაღაც ყვავილების სურნელი მომივიდა ნეტა საიდან? რო გითხრათ ვინა ექიმო მე საიდანაც მოდის გაბრაზდები და გამლანძღავს და ამიტომ ფანჯარა გამოვაღეთ და გარედან შემოდის სუნი. მაინტერესებს ძალიან. კაცი მე ხო გავედი თუ გაინტერესებს. მოგვიანებით შემოვარ და მისამოს ჩავიწეს. კარგი, გავატანო რომ გელოდებით, აბა. სალამს გესტუმრებით ნახონდა. Yes, გამოვიდა. რა გამოვიდა ტატო? აბა მარტო yes. კარგი რა მოიფიქრეს, რა ეს გათხოვება რა ხნა ახლა? ეგ არის რაც ეკვა ქალი რო გათხოვდება, მე იწყება პრობლემები რა. ისე ცეკლა რა ვიცი მეც მე ვიფიქრე გაუხარდება თქო და ის მეც მინდა შაბათკვირას წასვლა და ბარე მე ხო არ მოგიყვანო ცოლა რატო ფეხები აღარაფერი აღარ ქნა და თუ გინდა უთხარი რომ გაცივდი ქმარს ის ქმარ არ თუ გინდა მე მივოლ და ვეთყვი ცეკლა ქმარს გაშორდა თქო კარგი დადო ესე მალე როგორ გავშორდებოდი ქმარს ესე მალე გათხოვდი და გაშორებას რა არ გაგიგია აშენებაა ძნელი თორე დანგრევა ადვილიაო არ მე გავალ ხა საქმეს მიფერო და საგამოს შემოვალ და ერთად გავიდეთ პატას ანახავ კარგი არა მე ვერ წამოვა პატასთან შენ წადი ტატო შენ მე საღამომდე უნდა გავთხოვო მოტეხი უყურიანი ჭიქაგის შევნია თუ ის ან მოტეხი უყურიანში დავასხმევიდეთ მაშინ 14-იანი უნდა თუ 16-იანი. 18-იანი. 1998 წელი. განში მომაწოდე, უბად რუკო მონა. ისე საკანჩი და სადმონა. მეც რამდენი სისულელე მაქვს დათამაშები. როგორ ახარ?
გამარჯობა, თავდაპირველად. რა არის ეს? კანჩი. მაგაზე გეკითხებით. ეს ვინ გაახუჭა უნდა? მე არ გამიფუჭებია. რომ მოვედი ასე დამხვდა. მე არ გამიფუჭებია. რა დამაჯერებელი ხარ ბატონო ფრიდომ? კარგად მაინც ითამაშებ. 4 წელი მაგას არ გასწავლიდნენი, მაგრამ ნიჭი უნდა ყველაფერს ნიჭი. მე არ გამიფუჭებია. დაგდაფიცებით. მე არ გამიფუჭებია. თამაშად შეეხება. დიდი სიამოვნებით ვითამაშებ პატარა მონაკოც ნებისმიერი სპექტაკლიდან. აი მე არ მინდა თქვენი თამაში, მაგრამ ეს კანჩი რატომ გიჭირათ ხელში? არ მითხრა ხა ვასეირნებდი ეზოშიო. არა, რეპეტიციობდი. სპექტაკლი მაქვს. იცით არ მინდა მე მაგის ახსნა, მაგრამ მე მეზობლებს როგორ შევხედო თვალებში. არაჩვეულებრივი ონკანი ქონდა ეზოში. ბავშვები ზაფხულობით გამოდიოდნენ, ჟრიამულობდნენ, ერთმანეთს წუწავდნენ, ერთობოდნენ და მე ნერვებს მიშლიდნენ. ზამთარში კი იყინებოდა გზა და სტურვების გზას ფეხი უსწრიალდებოდა და მე კიდევ ერთობოდი. გავაკეთებ. მე ვისი გამკეთებელი ხართ ბატონო ფრიდონ. ერთი ონკანი ქონდა ამხელა კორპუსს და ისიც გააფუჭეთ. მარტო სულიერი საზრდო გვეყოფა. ყელზე რომ დაგვადგეს, წყალი არ აქვს რომ მივაყოლო ძედ, უნამუსო შენ. აჰა. უხი ნორმაშია. ასე რომ უგაცრავთ ირნექიმ. ფეხზე რამდენი ხანში დადგება? დაახლოებით 1 თვენახევარში. ირნექიმ. დაახლოებით 100 თვენახევარში საღამოს რასაკეთებ? იცით მე მეძახიან, უნდა გავიცე. კარგით. დროებით. რასაკეთებ? თუილაჯი დევს საბლის ქვეშ ეს ვარდები. ყველათ მოგიტანე. რა უქნა, ეს 3 საათი აღარ შემოვა და ეს ვარდების დაჭყნება, ჩემი ჯანმრთელობას საგრძნობლად გაუარესდება, რა ვქნა ეს? გამოიზახე შენს, ვითომ ცუდად ხარ? შენ რა ხარ რატი? რა ხარ შენ? კარგი. ვაიმე. ბატა. მე კი ნუ მეუნები, აგერ ღილაკს დააჭირე და შემოцხრიალდება შენი პრინცესა. ნახო იმითი ფონიდოსკოპი და დიდი მემსით რა რომანტიულია. მართალი. მიდი. ბატა. ინაცუდად ხახო? კი, ჰაერი არ ყოფნის, ეთქობა ხელოვნური სუნთქვის ჩატარება უნდა. კაი, დათმადი ახლა ვიმოვა. გუდია, რა ხელოვნური სუნთქვა. პატარა ბიჭი ხო არა ხარ, კაცო, ცოტა რაღაცა გამოინძრე კაცო, დაასერიოზულო ურთიერთობა რა, ცოტა მიდგე მოდგე რა. მის მე ხსა წავიდა, იცი ალბათ ტუცაცხი უნდა წაისვას. მაი გოგო, ხალური მომენტია. აკეთი ზოიქიმო. ეს ხელოვნური სუნთქვა აჭერდება. მე მაინც მგონია რომ რუსუდანი არ მოვა. გასაგებია თეკლა, მაგრამ სუფრა მაინც აუცილებელია. რა ვიცი, ისა ტატოს უთხარი მისამართი ჩააწერინდა თქო და რომ ყველაფერი ეშლება ამ ტატოს და რაღა მისამართს ეთყოდა ეხლა ზუსტად. ლაშა, რა კარგია დღეს თეკლას ქმარი რომ იქნები, თეკლას უпроსი მოვა, გნახავ და თეკლას გაანთავისუფლებს რამოდენიმე დღე. ხო, და წავალთ ბაკურიაში. ლაშა, ხომ არ დაიბნევი? შენამდე 4 ცოლი მყავდა თეკლი. გაიწე ხალო იქ. როლში შევდივარ თეკლა, როლში. ის ხალი რომ მე რომ თეკლას პატარა ძმა ვიყო შეიძლება? არა შენ ახვალ ნიკა შენს ოთახში და იმედს არინებ ხო ელენე? ხო. კარგი. მე გავაღე. აი მე მაშა ჯერ ნახე ვინ არის. მოვიდა ესა. მოგძანდით თეკლა საყურებლო ნახე ვინ მოვიდა. აი მე მოგძანდით ქაბატონო რუსუდან. იგი იყოს ჩემი ფეხი თქვენს ოჯახში. იცი ადვილად მოგაგენით. ტატომ ზუსტად ამიხსნა თქვენი მისამართი. მე დიახი მეუღლე აგარი. ლაშა. თეკლა, ჩემი თეკლა, იმდეს მიყვება თქვენზე, იმდეს მიყვება ხოლმე რომ რა ვიცი. ეს ელენეა ჩემი მეუღლე და მულია. აი, მულიო რო ამბობენ ხოლმე, აი ეს არის. ეს პატარა ბიჭი. ნიკა, ლაშაშვილი ვარ.
ქორწინებაა ეს და სულ რაღაც მეორე. ეს არაფერი მეორე, ზოგს მესამე და მეოთხე ცოლი ყავს. დავსხეთ. საბატონო რუსი და ყავას შემოგთავაზებთ. შემოვნებით. დავძანდით. ნიკა შენადი გაკვეთილები იმეცადინე მე რომ უნდა ჩამაბარო. შენ რატომ უნდა ჩაგაბარო მამით? აი თეკლანადიკო შევაბარებ. ხოდე. როგორი ბედნიერი სახეები გაქვთ? კი. აღარც სამსახური მახსოვს და აღარც სამსახური. აღარც სამსახური მახსოვს ისეთი ბედნიერი სახე მაგ მე ახლა ამტოთას კი. ეთქობა გიშდებით ერთმანეთისთან. მე ძალიან ჩემი სიცოცხლე. აი როგორ გითხრათ თეკლა მიყვარს აი დაასავით. და სავით მეუღლე მყავს. და მოკლედ ეგრე როგორც არის ხო, აი ესე. ეხლა აკოცეთ ერთმანეთს. ნიკა გადი. ნიკა მოდი ჩემთან მამიდა გენაცვალოს. ნიკა შვილო კარი გააღე. აი ასე. ნიკოლოზ, საღამოშიდობის. გამარჯობა. სტუმარი კოლიათ. სტუმარი არის და გაიცანით ქალბატონო რუსუდან ეს მამა ჩემია. რუსუდანი, ეს ამამა. თეკლას მამა. გოგიტა. მე ვიცოდი რომ თეკლას მამას ნერსე ერქვა. დიახ, ახლობლები გოგიტას ეძახით ხოლმე. გოგიტა. გოგიტა ერთი წუთით საქმე მაქვს თქვენთან. თეკლა ზუსტად ესეთი წარმომედგინა შენი მამა. დიახ, სხვა რამეზე ვისაუბრეთ. მა, ის მოყევი, როგორ გაიცანი თეკლა. ხოდე. აი მე მომიყევით რა ძალიან მოინტერესებს. როგორ და თეკლა მოყვება. არა, შენ მოყევი შენ. შენ მოყევი თეკ. არა, შენ უკეთყვები ვაშ. მე უკვე ყვები. მოკლედ თეკლა გავიცანი. მანამდე არ ვიცნობდი. ერთხელ მოვიდა. მანამდე ორჯერ ვნახე. აბაეცვა საღამო მოკლედ აესე გავიცადით ერთმანეთს. შევი ამას როცა ყვება. მამა გენაცვალო შვილებო. როგორ უხდებით ერთმანეთს? ხო მამა. Да, мама, слушаю. სიდედი, ჩემი კი. რასნოდარელია ჩემი მეუღლე. ნასტია. 1980 წელს. გოგიტა, ბატონო გოგიტა. უკაცრავად. მამა, უკაცრავად. ჩემი მეუღლე თავის მშობლებთან არის წასული კრასნოდარში ერთი კვირა. და მოგენატრა ეს თქვენ. კი. ვაშა, თქვენ რა საქმე არის? სანტექნიკოსია. ბატონ გოგიტას ჩემს იმავს. გადასარევი, არაჩვეულებრივი. ვაშა, ნახე ვინ მოვიდა. როგორ დაბნევა დედა გენაცვალოს. აჰა, დედა. გაიცანით დედა ჩემი. რუსუდანი, ჩემსაც სიამოვნოა, ჩემი თეკლას უფროსის გაცნობა. დადგეთი დედა. ხო. მამაგარი საღამოა, მამით. შენ კიდე მეუბნებოდი გაკვეთილები იმეცადინე. დადი მამი და გენაცვალოს ხილი შემომიტანე აი. როგორ ხართ ქალბატონო ნუნუ? ძახალო.
აი მე გამარჯობათ ბატონო გოგიტა ისე ნერვები მოშლილი ვარ დილით მეზობელმა ნერვები მომიშალა თქვენ ალბათ არ იცნობთ ფრიდონ შვანგირაძე ადამიანმა რისი გაკეთებაც არ იცი, იმას ხელი არ უნდა მოკიდო. ხო. იცით ხალბატონო, თქვენ და ბატონმა ფრიდონმა მერე ისაუბრეთ, მერე. აი, ვაშა შემოგიერთდებათ და ერთად ისაუბრეთ. მეც? აუ. ყავას მოგართმევთ. აი, ეს ჩემი შვილი. კიდე და კი. Batkățel să arăți ce cavadă Rusudan. Aveți mușau. Magazin de kitxev, te gama intereseb, samușau adgilevze vacanția tu gaq. Კი, რამოდენი მე ვაკანსია გვაქვს. ო, ირა კარგი. აი მე ძალიან დიდი მადლობა დედა, ძალიან დიდი მადლობა. შენთვის არ მინდა შვილო, მამა შენისთვის, ემზარისთვის მინდა სამუშაო. მამა ემზარისთვის? კი, მამასთვის. გასაგებია ხო? დადია. ემზარი ბაბუა იძახის ეზოდა. მე ხوارე, გადაგხედავე. არა, იყავი შენ დაისვენე. აი მამიკო გახედავს, ხო მამა? თუ გავხედა, მე გავხედა. მე საყვარელი ბავშვია. საყვარლეს, რა საყვარლეს. მამა, ხო მამა, აქეთ, მამა, ემზარი მამა, აქეთ. ხო. ხო, რა შედა დავიე რა. ძალიან სიამოვნო იყო თქვენი ოჯახის გაცნობა, მაგრამ უნდა დაგწავოთ. როგორ მიგზანდებით უკვე. ნახვამდის? როგორ გავხართ ჩემს ნასტიას. ნასტია რა ცუდია რომ მიგზანდებ. დარჩენილი ყავით კიდევ მოვიდოდნენ ნათესავები ალბათ. არა, ვერ დავრჩები საქმეები. ქალბატონო რუსთა რა უნდა მეთხოვა? 3 დღით ხომ ვერ გამათავისუფლებთ სამსახური და მე და ვაშას წასვლავდა ბაკურიანში და ჩვენ ორს დიახ. 3 დღით ვერ. რა. ერთი წუთით? რა. ზაურ მე ვარ. ძალიან მთხო გადარიკე რა ნელისთან. დაუთხარი ჩემს სახელზე. თეკლა ერისთავისთვის და ლაშა ტორონჯაძისთვის ერთკვირიანი საგზური გააკეთონ ეგვიპტეში. ბატონო? ახალ შემოღლებულთა ნომერი გექნება. რატო ასეთ არ მივიღეთ, არა ეგრე საკითხს არ მივიღეთ. არა მიზა. უთო დამჭა. რა ვქნათ ვაშა? რა ვიცი თეკლა, მე დივანზე დავწვეთ. და ჩემი ბაკურიანი რა ვიცი ელენე ჩვენ ეგვიპტეში მივდივართ. ისე თეკლა კი მომწოხარ, ხო იცი უკვე შე. დიახ ბატონო რუსუდან. არ მესმის რომ საჩუქარია საქორწინო, მაგრამ ვერ წავალთ. რა არის იცით ქალბატონო რუსუდან, ჩემს მეუღლეს ძალიან ეშინია აკლემების. ხო აი უცნაურია, მაგრამ ეშინია. დიახ, კუზების. დიახ, ამიტომ 3-4 დღით წავალთ ისე ბაკურიანში. არა, თქვენ წარმოიდგინეთ ბურანების არეშინე, იმათ ხო კუზები არა? დიდი მადლობა და უკაცრავად, კარგით. დიახ, ქალბატონო ნესტან გასაგებია. აი ელენე არ დაიჯერებ, ველაპარაკე რუსუდანს მიშვებს, წავედით ბაკურიანში. თეკლა არ დაიჯერებ, ველაპარაკე ნესტანს და არსადაც არ მივდივართ, თბილისში ვრჩებ. რა ვქნათ ელენე? გავდახსო და აი მოვიდა შენი ქმარი და შეუწვე კარტოფილი. ავიღალე რა ვიქავაკეთე. კონკანი რა. მოიცა ნიკა სადაა? ნიკა სადაა და ეზოშია ბურთი გადმომიგდეო. გადაუგდეს და შემიწვით მართლა მე კარტოფილი. ნიკა! ო! აჰა! ვაიმე! ამოვამდე.
კარდიო ეკლოთვის მოუკრეფიაო რა. გიზო თურმე შემოდა კაცო, კაცი არა ხოწათი და თავი დამარები რა გინდა ვერ გავიქე. ინა. აი ხლა დაუძახოთ ირინა ექიმს. აჰა. მე ძახდი პაატა. ხო, ირინა ექიმ. ისა რა უნდა კითხოთ? გიზო ექიმ წავიდა? კი, წავიდა. თენგო ექიმი? წავიდა. ვასო ექიმი? ისიც წავიდა. აჰა, ძალიან კარგი. ძალიან კარგი. აუ, მარტო ხარ. კი, ფაქტიურად მარტო მე ვარ. მარტო თქვენ ხარ, ძალიან კარგი. ჰაერია, ჰაერია ყოფნის ჰაერი. პაატა რა. ჰაერია ყოფნის ჰაერი, ჰელონური სუფხამიდა, ირინა ექიმო, ჰაერია ყოფნის. იმე ჰელონური სუფხამიდა. ირინა ექიმო, იყოს ისა, გიგიზო ექიმს დაუძახე ის თუ არა.